სამი დღე ოფიციალური ზავის უკრაინასა და რუსეთს შორის, რომელიც უნდა გადაიზარდოს სრულფასოვან ცეცხლის შეწყვეტასა და შემდგომ სამშვიდობო მოლაპარაკებებში. ამას იმედოვნებს აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, რომელმაც 9-დან 11 მაისის ჩათვლით ზავი გამოაცხადა, რომელიც რუსეთმა უკვე დაარღვია. თუმცა ტრამპი ახლა ცდილობს მაქსიმალურად აღადგინოს უკრაინაზე მოლაპარაკებების პროცესი. თავად ტრამპმა უკვე განაცხადა, რომ მზად არის კვლავ გაგზავნოს თავის წარმომადგენლები მოსკოვში დიქტატორ პუტინთან მოლაპარაკებისთვის და გებებისთვის და დაამატა, რომ იმედოვნებს მალე შეთანხმება შედგება. პასუხად კრემლში განაცხადეს, რომ მშვიდობის შეთანხმებამდე გზა ძალიან გრძელი და რთული იქნება და ამავე დროს კრემლი აძლიერებს შეტევებს ფრონტზე. მაგრამ მაინც ზავის პირველი შედეგი უკვე გამოცხადდა. ეს არის 1000 უკრაინელი მებრძოლის გათავისუფლება რუსული ტყვეობიდან. მე მქვია ალექსეი პიჩი, მოდით ერთად განვიხილოთ ეს თემა. მაგრამ სანამ დავიწყეთ, გთხოვთ გამოიწეროთ ეს არხი, დაალაიქოთ ეს გამოშვება და არ დაგავიწყდეთ კომენტარის დაწერა ამ ვიდეოს ქვეშ. ეს ძალიან ეხმარება კონტენტის პოპულარიზაციას YouTube-ზე. ამისთვის მადლიერი ვიქნები. და გამოიწერეთ ჩემი Telegram არხი Pichi News-ი. მისი ბული მოცემულია ამ ვიდეოს აღწერაში. აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი არ გამორიცხავს, რომ უკრაინასა და რუსეთს შორის ზავი 11 მაისის შემდეგაც გაგრძელდეს. ჟურნალისტებთან საუბრისას ტრამპს კითხეს, ელოდება თუ არა ის, რომ მის მიერ გამოცხადებული უკრაინასა და რუსეთის ფედერაციას შორის სამდრიანი ზავი ამ ვადაზე მეტხანს გაგრძელდება. ამაზე აშშ-ის ლიდერმა შემდეგი თქვა, ციტატა: შესაძლოა ეს კარგი იქნებოდა. მე მსურს რომ ეს შეწყდეს. რუსეთი და უკრაინა. ეს ყველაზე ცუდია, რაც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ მოხდა ადამიანური დანაკარგების თვალსაზრისით. 25,000 ახალგაზრდა ჯარისკაცი ყოველთვე. ეს სიგიჟეა, ასე რომ სრულიად შესაძლებელია. აქვე შეგახსენებთ ქრონოლოგიას. კვირის დასაწყისში რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გამოაცხადა უკრაინასთან ზავი 8 და 9 მაისს. თუმცა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მოუწოდა არ დაელოდონ ამ თარიღს და დაიწყონ დუმილის რეჟიმი 6 მაისის ღამეს. რუსეთმა კი თავის მხრივ დაარღვია ცეცხლის შეწყვეტა, როდესაც რამდენიმე უკრაინულ ქალაქს შეუტია, რის გამოც კიევმა 8 მაისის ღამეს სიმეტრიულად უპასუხა. მათ შორის თავდასხმის ქვეშ აღმოჩნდა მინიმუმ მოსკოვი, იაროსლავლი, როსტოვი და ნიდერლანდები. აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 8 მაისის საღამოს განაცხადა, რომ უკრაინასა და რუსეთს შორის 9, 10 და 11 მაისს სამდრიანი ზავი იქნება. ასევე ტყვეების გაცვლა გაიმართება. ამის შესახებ ტრამპმა განაცხადა მას შემდეგ, რაც უკრაინელი მოლაპარაკე როსტემ უმეროვი მის სპეციალურ წარმომადგენელ ვიტკოპს ეწვია. აქ მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ უკრაინასაც და რუსეთს შორის 9-დან 11 მაისამდე მიმდინარე სამდრიანი ზავი ინტერვიუს შედეგად იქნა მიღწეული. ვაშინგტონის ინტენსიური დიპლომატიური ძალისხმევის შედეგად, კერძოდ მაიამიში უკრაინულ მხარესთან, ანუ უმეროთან, გამართული შეხვედრების სერიისა და კრემლთან სატელეფონო მოლაპარაკებების შედეგად. და დღეს უშაკოვმა აღიარა, რომ 2 დღის განმავლობაში რუსები უბრალოდ ტელეფონთან ისხდნენ და დონალდ ტრამპს თხოვდნენ დაერწმუნებინა კიევი, რომ გამარჯვების დღისთვის სულ მცირე 9 მაისს მაინც დაედოთ ზავი. აქ უკვე შეუძლებელია უარყო ის ფაქტი, რომ პუტინი მართლა სთხოვდა ტრამპს. თავიდან თავად პუტინი ურეკავდა, შემდეგ უშაკოვი ურეკავდა. მისი მოლაპარაკეები ყველანაირად ცდილობდნენ დაერწმუნებინათ. ეუბნებოდნენ ტრამპ, გთხოვ, გააკეთე რამე, რომ ზელენსკიმ არ დაგვესხას თავს. და რომ მეტი სიცხადე შევიტანოთ, მოდით განვიხილოთ ამ ზავის ძირითადი პირობები. ეს ნიშნავს, რომ ფრონტზე ყველა საბრძოლო მოქმედება სულად უნდა შეჩერდეს 3 დღის განმავლობაში. მაგრამ ეს პირობა უკვე დაარღვიეს რუსებმა. საინტერესოა, რომ ვლადიმირ ზელენსკიმ ხელი მოაწერა სიმბოლურ ბრძანებას, რომლის მიხედვითაც წითელი მოედნის ტერიტორია დროებით ამოღებულია უკრაინული შეიარაღების გამოყენების გეგმებიდან დღესასწაულის პერიოდში. პარადის ჩატარება, რათა ნებადართონ ღომისძიების გამართვას გამარჯვების დღის აღსანიშნავად. მაგრამ უკრაინის თანხმობის მთავარი პირობა ზავის შესახებ ის გახდა, რომ რუსეთმა დათანხმდა ტყვეების გაცვლას ფორმულით 1000-1000-ზე. ამავე დროს აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მზად არის ამერიკული დელეგაცია გაგზავნოს მოსკოვში უკრაინაში ომთან დაკავშირებით მოლაპარაკებებისთვის. პრესასთან საუბრისას ტრამპს კითხეს, მზადი ხო თუ არა რუსეთში მომლაპარაკებლების გასაგზავნად. პასუხად ტრამპმა განაცხადა, რომ ასე სცენარს არ გამორიცხავს და თქვა, ციტატა: მე ამას გავაკეთებდი. ძალიან მინდა რომ ეს ომი დასრულდეს. სხვა დეტალები შესაძლო მოლაპარაკებების ფორმატის ან დელეგაციის შემადგენლობის შესახებ ტრამპს არ დაუკონკრეტებია. მაგრამ აქ უნდა შეგახსენოთ, რომ ადრე აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ ფაქტობრივად განაცხადა, რომ აშშ-ში მოლაპარაკებიდან გამოდის. რუბიომ აღნიშნა, რომ მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა. თუმცა აქ მნიშვნელოვანია თარგმანი, რადგან რუბიომ ტერმინი სტაგნეიტედ გამოიყენა. ანუ სტაგნაცია. მისი თქმით, აშშ-ის ადმინისტრაციამ დიდი ძალისხმევა და დრო დახარჯა კომპრომისის მოსაძებნად, მაგრამ მხარეები შეურიგებელ პოზიციებზე რჩებიან.
მან პირდაპირ განაცხადა, რომ თუ უახლოეს მომავალში რეალური პროგრესი არ იქნება მიღწეული, აშშ-ში მზად არის წინ წავიდეს და ყურადღება სხვა გლობალურ გამოწვევებზე გადაიტანოს. ფრაზამ ეს ჩვენი ომი არ არის, ხაზგასმით აჩვენა, რომ თეთრ სახლს არ სურდა უსასრულო და უშედეგო პროცესში ჩართო. მთავარ დაბრკოლებად იქცა ტერიტორიული საკითხები, რეალური კითხვები და გრძელვადიანი მშვიდობის პირობები, რომლებზეც უკრაინამ და რუსეთმა ვერ მიაღწიეს შეთანხმებას, თუნდაც დონალდ ტრამპის შუამავლობით. მაგრამ ამ განცხადების მიუხედავად აშშ-ში ფორმალურად რჩება 9-10-11 მაისის მოკლევადიანი ჰუმანიტარული ზავისა და მასშტაბური ტყვეთა გასვლის გარანტად. თუმცა ვაშინგტონის პოლიტიკური როლი მშვიდობის მიღწევაში ახლა პაუზაზეა დაყენებული. რუბიომ დაამატა, რომ აშშ-ში ყოველთვის მზად არის დაბრუნდეს, თუ მხარეებს რეალური პოლიტიკა ექნებათ. მაგრამ ამ ეტაპზე ადმინისტრაცია ვერ ხედავს აზრს შატლის დიპლომატიის გაგრძელებაში ხილული შედეგების გარეშე. იცით, არ ვიცი კიდევ რამდენჯერ უნდა შეაფურთხონ რუსებმა ტრამპს სახეში. ჩაყონ ტრამპი თავით საკუთარ თხუილში, რომ ბოლოს და ბოლოს მიხვდეს რა ხდება. პუტინის სპიკერმა დმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის 11 მაისის შემდეგ გაგრძელების საკითხი ამ ეტაპზე არ განიხილება. მისი თლით მოქმედი ადმინისტრაციის შეთანხმება მკაცრად 3 დღეზეა შეზღუდული და სხვა საუბარი არ ყოფილა. გუშინდელი აშშ-ში სახელმწიფო მდივნის განცხადების კომენტირებისას მოლაპარაკებების ჩიხში შესვლის შესახებ პესკოვმა აღიარა, რომ მშვიდობის შეთანხმებამდე მისვლა, ციტატა, ძალიან გრძელი გზაა, რთული დეტალებით. მან აღნიშნა, რომ ამერიკული მხარე რა თქმა უნდა ჩქარობს, მაგრამ თემა ძალიან კომპლექსურია სწრაფი გადაწყვეტისთვის. ეს ნიშნავს, რომ კრემლი კვლავაც გააჭიანურებს დროს და ტრამპს იდიოტად წარმოაჩენს. ამიტომ რეალურად პოლიტიკური დიალოგი კრახის ზღვარზეა. მარკ რუბიოს განცხადება მოლაპარაკებებიდან გამოსვლის შესახებ ნიშნავს, რომ ტრამპის ადმინისტრაციის გეგმა სწრაფად მიეღწია ყოვლისმომცველი მშვიდობის შეთანხმებისთვის. სწრაფად ჩავარდა. ეხლა დიპლომატია კონკრეტული ჰუმანიტარული საკითხებისკენ ინაცვლებს. ფლეების გაცვლა, მოკლევადიანი ზავი დღესასწაულებზე, უსაფრთხოების ზონების შექმნა და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ანუ არა კომპლექსური განხილვა, არამედ ესეთი კონკრეტული საკითხები. აშშ-ში რა თქმა უნდა არჩევნებს ზეწოლის სტრატეგიას, რადგან განცხადება ჩიხის შესახებ, ასევე არის ტრამპის მცდელობა აიძულოს ზელენსკი და პუტინი გახდნენ უფრო დათმობაზე წამსვლელები ამერიკული შუამავლობის დაკარგვის საფრთხის ქვეშ. მაგრამ პესკოვი მკაფიოდ მიანიშნებს, რომ ზავი ავტომატურად არ გაგრძელდება. ეს ნიშნავს, რომ 12 მაისს საბრძოლო მოქმედებები შეიძლება ახალი ძალით განახდეს. პოლიტიკური საფუძვლის გარეშე საერთოდ ნებისმიერი ტექნიკური ცეცხლის შეწყვეტა მხოლოდ აძლევს მხარეებს შესაძლებლობას ჩაატარონ როტაცია და აგროვონ რეზერვები, რაც ფაქტობრივად რეალურ მშვიდობას კიდევ უფრო აშორებს. მთავარი ბარიერი იგივე რჩება ოკუპირებული ტერიტორიების სტატუსის კონსტიტუციაში გამყარება. არც ერთი მხარე რა თქმა უნდა მზად არ არის ამ საკითხში დათმობაზე წავიდეს. აშშ-ის ადმინისტრაციამ რუბიოს სიტყვების მიხედვით ვერ იპოვა ფორმულა, რომელიც ორივე მხარეს დააკმაყოფილებდა. ამიტომაც უახლოესი პერსპექტივა ყველაზე მეტად პოლიტიკური პროცესის გაკინოა ჰუმანიტარული კონტაქტების შენარჩუნების პირობებში. დიდი ალბათობით, რომ 11 მაისის შემდეგ პოზიციურ ონგში დაბრუნებას ვიხილავთ. თუ რა თქმა უნდა ზავის ბოლო საათებში არაფერი შეიცვლება. რაც მოულოდნელი გარღვევა მაიამიში დახურულ კონსულტაციებზე. თუმცა ჯერჯერობით არაფერია, რაც ამას მიუთითებს. ხუთი მაისს უკრაინულ მხარეს გადაეცა გაცვლის წინადადება და უკრაინაში გაიგზავნა სია 500 უკრაინელი სამხედრო მოსამსახურის, რომლებიც რუსეთში იმყოფებიან. თავდაპირველად რეაქცია ასეთი იყო. საჭიროა უფრო ყურადღებით შევხედოთ, შეიძლება არა ყველა 500, არამედ 200. შემდეგ კი საუბარში. რადარებიდან გაქრნენ და პირდაპირ თქვეს, რომ ამ გაცვლისთვის მზად არ არიან. არ უნდათ. სამწუხაროდ, ჩვენამდე ჯერ კიდევ არანაირი წინადადება არ მოსულა. აქ წერტილს დავსვამ და მაშინვე ვიტყვი ამ YouTube არხის უკრაინულენოვანი აუდიტორიისთვის, რომ მე მაქვს ახალი YouTube არხი, სადაც ყოველ საღამოს გამოდის დღის შეჯამება მხოლოდ უკრაინულ ენაზე და უკრაინულ თემატიკაზე ფოკუსით. ამიტომ თუ თქვენ გირჩევნიათ სიახლეების მოსმენა უფრო უკრაინულ ენაზე, ამ ვიდეოს აღწერაში დავტოვებ ბმულს ახალ YouTube არხზე Oleksi Pichi და Pitsumki. გამოიწერეთ და დაუჭირეთ მხარი ახალ YouTube არხს. გარდა ამისა, დაწერეთ თქვენი კომენტარები, გამოიწერეთ არხი, დააკაპუნეთ ზარზე და არ დაგავიწყდეთ ლაიკის დაჭერა. თუ გსურთ ამ YouTube არხის მუშაობის მხარდაჭერა,
ამის გაკეთება შეგიძლიათ ნებისმიერი შემოწირულობით ამ ვიდეოს აღწერაში მითითებული ბულებითა და რეკვიზიტებით, ან თქვენს ეკრანებზე მოცემული QR კოდით. ამით დასრულდა. იზუნეთ საკუთარ თავზე. ყველას ნახვამდის.